რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუა დაბრუნდა რა დაბრუნებული იყო, მაგრამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ განაახლა სპექტაკლი და დადგა ვეფხის წყალოსანი ყველასთვის წმინდა ნაწარმოები დადგა შეაფასეს მთავრობის ხალხმა, მსახიობების ცოლებმა და შვილებმა და იმ ადამიანებმა, ვინც რობიკო სტურუას თეატრში ცდილობს მოხვედრას. ანუ ვინც ეტენება რობიკო სტურუას. მე ვფიქრობ მაგას ის პაუზა არ უნდა იყო. იმხელა პაუზა კი რა 10 ცხვარი ყავს ფეხზე გამობული. უკვე იქით უნდა წასულიყო ამ სააღდგომო და სხვაგან წამოვიდა. მოკლედ გავუშვებთ ახლა ვიდეოს, ჩვენც განვიხილავთ და ჩვენ შეფასებებს გავაკეთებთ ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი ვიდეოს ნაწილი, რომელიც ყველაზე აქტუალურია, არის აი ეს. იმედეთ. აქ მგონია რომ ამ გოგოს კაი ნაჭამი აქვს სპექტაკლამდე და ვერ აწია ხელში. მე მიყვარს ეს მე. არა, ის რომ ვიღაცა რომ უღებს. და გამჭირვალე სამუსი. მე ძალიან აიშვეს. ხედავ რომ რობერტ სტურუას რა ფანტაზიები გონია? ნახე, როგორ აწია. აი მე. ნახე, ხაოყოლე მკერდი. მე მიყვარს ეს, მოიცადე. აი ხა ეს, მოიცადე. თეთრთა. ეს. თეთრთა. თეთრთა. გამოკეთების. თეთრი. დიხამკ. მოკლედ. დავიწყეთ განხილვა. დავიწყეთ? მე აი შოქში ვარ. პირველი მაინტერესებს ეს სპექტაკლი პორნოჰაბზე როდის დაიდება, რომ ყველამ შეძლოს ამის ყურება. მეორე დამავიწყდა რომ ბავშვებს არ აყურებინოთ ეს სცენები. არა, პლუს 18 უნდა იყოს. არა, საიდან მოაფიქრდათ რომ სულ არის კლდემა მოსილებაზე საუბარი, რომ რაღაცა ქალის და კაცის ურთიერთობაზე, რომ რაღაცა დისტანცია ქონდათ ხელი, აი, აქ კიდე ერთმანეთზე გადადიან. არა, თან აღქმაში ვეფხის წყალოსნის ყოველთვის აღქმაში, როდესაც სკოლაში გავდიოდი და ზოგადად ვინც კითხულობდა, ყოველთვის წარმოსახავში ეს გმირები იყვნენ ლამაზები, ტანადები, კარგად შემოსილები. ქალის და ვაჟის ურთიერთობას აღწერდა მათი ერთმანეთის მიჯნურები იყვნენ და თელი ამბები და აქ ამ გოგოს აცვია რაღაცა გამჭირვალი. თან იძახიან რომ ერთი მკერდი ამოვარდასავითო კადრში. ხო, რაღაცა ფოტომასალა თუ მოვიპოვე. მე მგონი ვეფხისტყაოსანშიც ეგრეა რომ მკერდი ვარდნევს. მკერდი ვარდნისა, ლიფისა, ავთანდილსა. ფაიმე, ერთი გეხვეწები ის კადრი კიდე ვაფშე ტრუსიკიც არ აცვია თუ სხვაცია. ტრუსიკი მეგონი